ვინ არის ჯაშუში და ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ალბათ ქართულმა ოცნებამ ეხლა რაღაცა თავი უნდა მოიწონოს, ეს არის სამართლიანო გადაწყვეტილება. საგამოძიებო კომისია პარლამენტში და სარჩელი პროკურატურაში. დაიწყოს გამოძიება ჯაშუშური ქსელის საქმიანობის შესწავლაზე. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის კლასტერის მთლიანი შემადგენლობა. ოცნების და ნეიტრალების დიდი გამოძიება. 11 დაკავებულის ერთი სასამართლო პროცესი. ძალიან უცნაური პროცესია, მომისაჯოთ მაქსიმუმი ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის და დანარჩენი ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. მიმავლის საფრთხესთან ერთად ასევე არსებობს მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ? გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელი. რა გავლენა აქვს პეკინს და თეირანს თბილისზე? ჯო ვილსონის და ლორა თორტონის მორიგი ბრალდება საქართველოს. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. არ უნდა დაუშვათ, რომ ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში შევიდეს. ბევრი ვისაუბრეთ ჩინეთის გავლენაზე, ირანის გავლენაზე. რატომ არ შეიძლება ევროკავშირის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოს პარტნიორი იყოს? ეს რა თქმა უნდა ასმაგი სტანდარტია, იქ არ უნდა გქონდეს უფლება, რომ ვისარგებლოთ იმითი, რომ ჩინეთისთვის ჩვენ ვარ ძალიან საინტერესო, ის ინტერესების თანხმედრა არის მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, ეკონომიკის ნაწილში. ეთერშია კურიერი 9 საათზე, ნათია ლაზაშვილთან ერთად. კონუყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 10 იანვარია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. დიდი გასამართლების მოლოდინში პროცესი, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნით დაიწყება. ხელისუფლების მეოთხე ვადაზე ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დანაშაულებრივი ქმედებების კომპლექსურ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება სისტემურ დანაშაულს და ამ დანაშაულში პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობას. ოპოზიციის ნაწილი ოცნების გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს, თავად ქართული ოცნება კი თulis, რომ ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რა მემკვიდრეობა დატოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც 12 წელია ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. პატიმრების წამება, ადამიანის მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესის რეკეტი, აქტივების იძულებითი გადაფორმება და ფულის გამოძალვა, კიდევ ერთი მიმართულება 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრუნება. 2003-2012 წლები მე-11 მოწვევის პარლამენტმა სააკაშვილის პარტიის 9 წლიანი მმართველობა 6 თვეში უნდა გამოიძიოს. ამის შემდეგ რეაგირებას უკვე გენერალური პროკურატურა შეუდგება. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის კლასტერის მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაული უნდა შეისწავლოს და პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი შეფასება მოამზადოს. საბოლოო დოკუმენტს კი საზოგადოებას კომისიის შემუშავებიდან 6 თვის შემდეგ წარუდგენენ. მმართველ გუნდში ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საჭიროა ახალმა თაობამ იცოდეს, რაც ძალადობრივ ქმედებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ნაციონალური მოძრაობა და როგორც ცდილობენ ახლა საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმითვე, მათი მიზანია პროცესი გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად უზრუნველყონ საზოგადოების ჩართულობა. დიდი ხანია საზოგადოება ამას ითხოვდა, იცით თქვენ, რომ სხვა წრეებში ყოველთვის იყო ამისი მოთხოვნა, თუ ვინმე დაგვამონათებს ახლა რომ 2013-ში, 14-ში ან 15-ში რატო არ იყო წამოვიდა საზოგადოებიდან ეს კითხვებიც, იმიტომ რომ ქვეყანას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ეს ხარისხი არ ქონდა. რაღა დროსია რომ გვეუბნებიან ვიღაცები, რაღა დროსია, დღესაც გამოწვევა. ავიღოთ ნებისმიერი ლიდერი. ეს არ ვიცი, მელია იქნება გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ სისხლიანი რეჟიმისა, დღეს წარმოადგენს ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ფრთას და მეორე ადგილზეა რეიტინგი. მისნაირი უამრავი პოლიტიკურ
ლიდერშიპს, ეგრეთ წოდებულ წარმომადგენელ ოპოზიციურ ველზე ნაცმოძრაობის გაფანტული იმაში კლასტერში გაფანტული ადამიანები. ქართული თანამედროვეობის პარადოქსია, როცა ნაცი რაღაც სახელს გადაირქმევს და ხდება დემოკრატია. საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ასე აღიქვამენ ნაციონალურ მოძრაობაში მათ წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრები კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ეს არის კიდევ ერთხელ გაგრძელება იმ ქმედებებისა, რასაც ისინი ახორციელებენ. საქმეს უნდა მიეხედათ მათ. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნის ავტორიტეტის ფუჭებით იყვნენ დაკავებულები. შერჩეულ დროს უწუნებენ ქართულ ოცნებას დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კოალიციებში ძლიერ საქართველოსა და ცვლილებებისთვის, სადაც ნაციონალური მოძრაობის არაერთი ყოფილი წევრი და ლიდერია მიაჩნიათ, რომ ახლა ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება ყურადღების გადატანის მცდელობა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. რაღაცა პოლიტიკური რეპრესიის ტალღა უნდათ რომ გააცოცხლონ ნაციონალური მოძრაობის ალბათ ყოფილი წევრების წინააღმდეგ და ამაში გამოიყენონ პარლამენტი როგორც საცირკო პლაცდარმი. თუ რაიმეს გამოძიება უნდა და 12 წელი ქონდა. ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნდება, ჩვენ ის თავის დროზე მოვინელეთ 2012 წელს, სწორედ იმიტომაც შევცვალეთ მაშინ არსებული ხელისუფლებამ რაღაცები არ გვინდოდა, ახლა ჩვენ ვიყურებით მომავალში და მომავალი ჩვენ ვხედავთ ასე რომ აღარ უნდა იყოს ქართული ოცნება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანების წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, პოლიტიკური ნიშნით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ბიზნესის რეკეტსა და სხვა არაერთ შესაძლო დანაშაულზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში. ჩამონათვალში კი განსაკუთრებულ აქცენტს 2008 წლის ომზე აკეთებენ. მართლ პარტიაში განმარტავენ, რომ გამოძიება არც ერთ სამხედროს და მეთაურს არ შეეხება, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების სამართლებრივი გადაცდომა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ყველა მათგანს კონკრეტული სახელი უნდა დაერქვას. ომის თემასთან დაკავშირებით რაც იქნება გამოძიებული, ეს რა თქმა უნდა არ ეხებათ არც სამხედროებს, არც სამხედრო მეთაურებს, ეს ეხებათ მხოლოდ დამკვეთებს, ეს ეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ავანგარდში იდგა იმ რეჟიმის და რომლებმაც შეათრიეს ჩვენი ქვეყანა ესეთ უბედურებაში. როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ აღუდგინეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რაღაცა ავტონომიური ოლქი და რაღაცა საზღვრები მოუხაზეს და სწორედ ამ საზღვრებით მიმდინარეობს დღეს ის ბორდერიზაციის პროცესი, რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი წაგებული ომიდან ორ თვეში, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, რატომ დაეთანხმნენ ისინი ტალიანის დასკვნას, თურმე საქართველოს შექმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა საქართველოში აგრესია. შესაბამისად, მათ პასუხი უნდა ააგოს. სტრასბურგის სასამართლოში არსებობს 100 ვერდიქტი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და აუცილებელი არის, რომ მათი აღსრულება ეროვნულ დონეზეც მოხდეს. ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ხედავთ ამ თავის ანასხლებთან ერთად, როგორ მტრობენ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ასევე პოლიტიკური პროცესებისა და გარემოს გაჯანსაღებისთვის. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მომხდარი მოვლენების შემსწავლელი კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. კანონმდებლები დასკვნებსა და რეკომენდაციებს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. ქართული ოცნებისგან უფრო მეტ სითხოვს ვატო შაქარაშვილი ნეიტრალებისთვის დამნაშავე არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, მხოლოდ ყოფილი მმართველი პარტიის გასამართლება არ არის საკმარისი. ნეიტრალური საქართველო ბარი არ გადალახული დანარჩენი სამი პარტიის წინააღმდეგაც ითხოვს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას. მთავარი ბრალდება ჯაშუშობაა. შაქარაშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ქსელზე, რომელიც მუდმივად საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. მმართველ პარტიას ნეიტრალების მოთხოვნა ლეგიტიმურად მიაჩნია, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა. ჯაშუშების ადგილი არის არა პოლიტიკაში, არამედ სასჯელახსოვრების დაწესებულებაში. ერთიანი ნეიტრალური საქართველო 4 ოპოზიციური პარტიისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. საზოგადოებრივი მოძრაობა სარჩელს უკვე ამზადებს. მოძრაობის დამფუძნებლები გადაწყვეტილებას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ჯაშუშურ ქსელში ჩართვითა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით ხსნიან.
ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე მიუთითებს. ვამზადებ მასალებს საჩივარ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მომზადების შემდეგ შევიტანთ. ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის დაძლევა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, გრძელვადიან რეჟიმში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სრულად გათავისუფლდება ჯაშუშებისაგან და მასში მხოლოდ ეროვნული საკუთარი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ბრალდებები არასერიოზულია იმ პარტიების წარმომადგენლებისთვის, რომელთა ლიდერებს საზოგადოებრივმა მოძრაობამ კონკრეტული ბრალდებები წაუყენა. საინტერესო არ არის ეს ოცნების მეორე თუ მესამე ხაზის ეგრეთ წოდებული პარტიის განცხადებები, რომლებიც პოლიტიკურ აბსურდში არიან და ისიც ვერ გაურკვევია, რომელი პარტია როდის დაარსდა და რომელ წლებში მოღვაწეობდა და რომელ წლებში მოღვაწეობს. ასე რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, პროკურატურაც კი ვერ გააკეთებს ვერაფერს და ვერ შეთხზავს. ეს არის უნიჭო სპექტაკლი, მორიგი სპექტაკლი, რომელიც ასევე უნიჭოდ დასრულდება. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას სახელმწიფო გუნდისთვის ლოგიკური საფუძველი აქვს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დასახელებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012 წლის შემდეგაც აგრძელებენ. დაანონსებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიღმა კი სამართლებრივი პროცედურების დაწყებაც მისაღებია. თუმცა როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ოპოზიციის ქმედებებს ხელისუფლება პოლიტიკურად ამ დრომდეც აფასებდა. სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება კი პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა. ინიციატივა საზოგადოებიდან ის სასალმებელია, კი ბატონო, წამოვიდა იმის შესახებაც, რომ ამ ქსელმა ზოგი დაიმატა, ზოგი მიიერთა და გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, ჯაშუშური საქმიანობა. პოლიტიკურ დონეზე არაერთხელ შეგვიფასებია და არა მხოლოდ ჩვენი აზრია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოგყობა ამ შეფასებაში და ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნების თუ ამ ქვეყნების წარმომადგენლების თუ სხვა ქვეყნებში არსებული სხვა ძალების, deep state-ის თუ ასე შემდეგ დავალებებით საქართველოში ჯაშუშები, მაგრამ თუ კი ამის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ვინმე ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ეს არ არის მაგალითად 2003-12 წლების მანდატში, ამას უკვე ჭირდება სამართლებრივი შეფასება. ერთია პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულებებიც, ვინაიდან ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ სუბიექტები, პოლიტიკური სუბიექტები უპირისპირდებიან არაპოლიტიკურ ველზე, არა არჩევნების ფორმატში ოპონენტებს, არამედ პირდაპირ გადასულები არიან მავნებლობის ისეთი ხარისხის მავნებლობის სტრატეგიაზე, რომელმაც შეიძლება სერიოზული პრობლემა შეუქმნას საქართველოს არსებობას საერთოდ. დანაშაულებრივი სქემის გამოაშკარავების გარდა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივას პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების მიზნითაც ხსნის. ჩადენილ დანაშაულებს ჭირდება შესაბამისი გამოძიება და შესაბამისი სახელდება, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დამშვიდდეს და პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს. პოლიტიკური შეფასება უკვე გაკეთებულია. ყველაფერი ნათელია. ცხადია, რომ 4 პოლიტიკური პარტია, ოპოზიციურ პარტია წოდებული ჯაშუშური ქსელი ეწევა ანტიქართულ საქმიანობას. ჩვენი ინიციატივა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ საქართველოს პროკურატურაში შევიდეს განცხადება და დაიწყოს გამოძიება. საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ოპოზიციის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს. ჯერჯერობით კი სასამართლოში თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს ასამართლებენ 11 დაკავებულის ერთი სასამართლო დღეს ხმაურით დასრულდა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდები დაკავებულების პროცესი 8 საათს გაგრძელდა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორის ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირს წაყენებული მუხლით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს სასამართლომ მათთვის ამხკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობდა, სადაც პროკურატურამ ისევ მოითხოვა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება. ადვოკატების მხრიდან
პარტიისგან იყო მოსამართლის აცილების მოთხოვნაც, თუმცა ქეთევან ჯაჭვაძემ არც აცილება დააკმაყოფილა და ბრალდებულებიც პატიმრობაში დატოვა. გამოგიცხადებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ადვოკატები მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ჯანუ არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, გურამ მირცხულავასა და ონისე ცხადაძის მიმართ და 2024 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელი. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პროცესზე სიტყვის უფლებით რამდენიმე ბრალდებულმა ისარგებლა. მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ძალიან უცნაური პროცესია ვერუხები რაღაცა ცოტა ეს გამახსენდა ჯოზეფ კარი ეგეთი პერსონაჟი კავკასი რომელიც სასამართლო პროცესია და არ იცის რა ხდება მის თავს მომისაჯოთ მაქსიმუმი გამოდის რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში. ანუ თქვენი აზრით მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე. მე მაქვს სპიჩკის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრით და 3 თვე დამიმატეთ. ამ აქციებზე თითქმის კი არა და ყოველ დღე დავდიოდი და არც ერთ მომენტში პირბადე კი ნიღავი კი პირბადეც არ მკეთებია. ანუ არასდროს სახესაც კი არ უმალავდი აქციებზე და მიმალვის საფრთხე, ანუ რას უნდა დავემალო, რატო უნდა დავემალო, მაგასაც ვერ ხვდები. პროცესზე, რომელიც 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადვოკატების სასამართლოს დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს თავაზობდნენ. პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვდა. მიმავლის საფრთხესთან ერთად ასევე არსებობს მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. ასევე რაც შეეხება უშუალოდ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე ბრალდების ხასიათის, ბრალდებულების მიერ გამოვლენილი მასაც ნამნეგონების, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღნიშნული ბრალდების ხასიათი ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საზღვარგარეთ გააზრება თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის. დაცვის მხარემ მისი აცილებაც მოითხოვა, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გითხრათ, რომ დიდი იმედი მქონდა, რომ სასამართლო გაითვალისწინებდა დაცვის მხარის პოზიციას მოგატყუებთ. არ მქონია დიდი იმედი და ეს გამოჩნდა კიდეც პროცესის მიმდინარეობის დროს. არსებობდა აბსოლუტურად ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ აკვეთი ღონისძიების სახით შერჩეული ყველაზე მკაცრი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულიყო და მის ნაცვლად ეს ადამიანები სახლიდან თქვა დალოდებოდნენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ როგორც დარბაზში მყოფი დაკავებულების ახლობლები და მეგობრები, ასევე საქალაქო სასამართლოსთან მისული 11-ვე ბრალდებულის გულშემატკივრები. აქცია დილიდან სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. ანდრო ახსენა თავის ბოლო სიტყვაში კავკას პროცესი და ზუსტად ეგ იყო რა, ვერაფერი ვერ გავიგე, ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და დატოვეს ეს ადამიანები პატიმრობაში. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვეყნიდან, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორზე პრეტენზიები ისმის აქტიურობს ისევ ჯო ვილსონი და მასთან ერთად უკვე ლორა თორნტონი, რომელმაც ახლა რუსეთისა და ჩინეთის გარდა საქართველოს საარჩევნო პროცესში ირანის ხელიც დაინახა. უფრო საინტერესოა ბრალდებები ჩინეთზე, რომელიც ევროკავშირის ნომერ 1 სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ვაშინგტონის გარკვეულ წრეებს პეკინისა და თბილისის ურთიერთობებში უფრო აწუხებთ ვიდრე ის გავლენები, რომელიც ჩინეთს
ევროპის მთელ კონტინენტზე აქვს. დასავლეთი დაინტერესებული უნდა იყოს შუა დერეფნის წარმატებით, რადგან ეს გზა გვერდსუვლის რუსეთის ჩრდილოეთის დერეფანს და ალტერნატიული გზით საქართველოს გავლით აკავშირებს ევროკავშირს ჩინეთთან. მაშინ რა აწუხებს ჯო ვილსონს, რომელზეც ქართული ოცნება ამბობს, რომ ფული არ გადაუხადა. კონტექსტი უფრო ფართოა. საქართველოს დამოუკიდებელი თამაში ბევრს აღიზიანებს, რადგან რეალურად საქმე გვაქვს სტრატეგიულ ადგილზე მდებარე პატარა ქვეყანაზე დიდი გავლენების მოპოვებასთან. კონგრესმენმა ვილსონმა საქართველოში ჩინეთისა და ირანის გავლენაზე ჰადსონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა. თქვა, რომ საქართველოში როგორც რეგიონული ბალანსისა და საკვანძო ფუნქციის მქონე ქვეყანაში შტატებმა გარე გავლენების გაძლიერება არ უნდა დაუშვას. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა მაკკეინის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლორა თორნტონმაც, რომელიც საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელია. ამერიკის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს. ქართველები თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომელიც ამერიკელი ხალხის მსგავსად ღირებულებებს იზიარებს. მეტიც, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას და არ უნდა დაუშვათ, რომ ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში შევიდეს. ის ძალთა რეგიონული ბალანსისა და სავაჭრო გზების საკვანძო ნაწილია. მნიშვნელოვნად და ადეკვატურად განვიხილეთ საქართველოს როგორც რუსეთის პროექტი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავტოკრატიების ფართო ველშიც განვიხილოთ. ბევრი ვისაუბრეთ ჩინეთის გავლენაზე, მაგალითად ირანის გავლენაზე და როცა საქართველოში ვიყავი, შევხვდი აზერბაიჯანელ საზოგადოებას და შევიტყვე მეტი ქართული ოცნების კამპანიაში ირანის ჩართულობაზე. მართლ პარტიაში ფიქრობენ, რომ შტატებში ცალკეული პოლიტიკოსების უკმაყოფილებას საქართველოს ჩინეთის სტრატეგიულმა პარტნიორობამ განაპირობა, რომელსაც ამერიკამ მთავარ ეკონომიკურ კონკურენტად საქართველოს კი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების გარანტად მიიჩნევს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არაპირებს უარი თქვას მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ასევე არაერთ ევროპულ ქვეყანას სურს. შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაძლიერდე, დამოუკიდებლად არც ერთ ქვეყანასთან ვიღაცას არ უნდა, აი ამ ხალხის პატრონებს, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და შემდეგ. იმიტომ რომ მე მათი აგენტურა და მათი ჯაშუშები ვერ მომართავენ აქ სიტუაციას და ნაკლები იქნება შანსი, რომ ისინი მართლობაში მოვიდნენ. ჩვენ ეს გვინდა სწორედ, რომ ნაკლები იყოს მათი მართლობაში მოსვლის შანსი, იმიტომ რომ არ განადგურდეს ჩვენი ქვეყანა და მეტი იყოს ჩვენი ქვეყნის რეალური, ჭეშმარიტი, ქრისტიანული, ტრადიციული, ევროპული ღირებულებებისკენ სulis და ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ენერგოდამოუკიდებლობის და ეკონომიკური სიძლიერის შანსი. გაცილებით მეტი რომ იყოს ამისთვის ვიბრძვით. ჯო ვილსონისა და ლორა თორნტონის განცხადებებს იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიაში ფიქრობენ, რომ ჩინეთი საქართველოში მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. გახარიას გუნჩი კი ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას მიესალმებიან. ჩინეთ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის იქნება იმ ფორმატში, რაც ჩინეთს აწყობს. საქართველოს სუვერენული ინტერესები ყოველთვის ემთხვევა შეერთებული შტატების და ევროკავშირის სუვერენულ ინტერესებს. ეკონომიკური თანამშრომლობა იგივე ჩინეთთან შეიძლება მისასალმებელიც იყოს მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა. აქ მოიაზრება პოლიტიკური ვექტორის ცვლილება და რა თქმა უნდა, ეს არის ის მთავარი წუხილი, რაც შეიძლება დღეს არსებობდეს. სახელისუფლებო გუნდში დღეს ჯო ვილსონი და ლორა თორნტონი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩინეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ვიზიტები და განცხადებები, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდებოდა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ჩინეთთან თანამშრომლობით საქართველოს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და შუა დერეფნის პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როგორც კი ეს პარტნიორობა გაფორმდა, მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლას დაიწყო და პირდაპირ რეისებით. როდესაც ჩვენ საყვედურობენ და ეს უკვე დიდი ხანი არის გრძელდება, ხო? იქ ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი ადმინისტრაცია და თქვათ, იქ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები ჩვენს მეგობრობას ჩინეთთან, ნუ ეს რა თქმა უნდა ასმაგი სტანდარტია, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით თუ არ ვცდები 700 მილიარდის ფარგლებში ჩვენ რატომ არ უნდა
მქონდეს უფლება, რომ ვისარგებლოთ იმითი, რომ ჩინეთისთვის ჩვენ ვარ ძალიან საინტერესო, ეს ინტერესების თანხმედრა არის მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, ეკონომიკის ნაწილში და ის აბრეშუმის გზა, რომელიც ოდესღაც არსებობდა და რომელიც ასე ვთქვათ, უნდა აღდგეს. ჩვენ ამითი რა თქმა უნდა ვისარგებლოთ. საფრანგეთს, გერმანიას, იგივე შეერთებულ შტატებს გააჩნია ძალიან დიდი სურვილი, რომ სოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ჩინეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა იქონიონ და წლიდან წლამდე ევროკავშირის სახელმწიფოები ზრდიან სავაჭრო ბრუნვას ჩინეთთან. იგივე აქვს პრეზიდენტ ტრამპს დაგეგმილი, როგორც ეს თვითონვე განაცხადა, საქართველოსთვის თუმცა არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება დასრულდა ის, რომ საქართველოს სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა. საქართველო მოქმედებს საკუთარი ინტერესებით. დონალდ ტრამპმა ჩინეთთან თანამშრომლობის სურვილი 17 სექტემბერს ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს გამოხატა. უკვე ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინი ინაუგურაციაზეც მიიპატიჟა. ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე პერუში შედგა სი ძინპინისა და ბაიდენის შეხვედრა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 23 ივლისს ეწვია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა. 28 ივლისს იტალიამ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმას. 11 სექტემბერს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით ესპანეთის პრემიერი გაემგზავრა. პედრო სანჩესმა მთავრობის წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან სავაჭრო საკითხები განიხილა. 19 ოქტომბერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე სასაუბროდ შანხაიში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ჩინეთი დიდი ბრიტანეთის მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ ჩინეთის ელჩს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. დღესვე ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ტიბეტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც ბუდაპეშტის მემორანდუმით ხელი აქვს მოწერილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, თუმცა ეს დაპირება პეკინისა და მოსკოვის გარდა არც ვაშინგტონმა, არც ლონდონმა და არც პარიზმა არ შეასრულა. უკრაინა, რომელმაც წლების წინ უსაფრთხოების გამო ბირთვული იარაღი დათმო, 3 წელია ფართომასშტაბიან ომშია. დღეს ზელენსკი ყველას აკრიტიკებს და ამბობს, რომ 5-ვე ქვეყანას უკრაინა წლების წინაც ფეხებზე ეკიდა და მათი ფურცელზე დაწერილი გარანტიები ახლაც მაკულატურა იქნება. კიევის მაგალითია თბილისისთვის, რომელსაც ასევე არ აქვს არც ნატოს ქოლგა და არც უსაფრთხოების გარანტიების სხვა რომელიმე ქვეყნისგან. უფრო მეტიც, საქართველოს ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი რუსეთთან და შესაბამისად მეტი გამოცდილება აქვს რა სახის ან რა მასშტაბის დახმარებას იღებს რუსული აგრესიის დროს ქვეყანა. დღეს გვესმის, რომ ეს არ გახლდათ რეალური უსაფრთხოების გარანტიები. ვფიქრობ, საჭიროა მემორანდუმის ხელმომწერებსა და იდეის ავტორებს მივაკვლიოთ და ისინი ციხეში გავუშვათ. უკრაინის პრეზიდენტი 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმებულ ამ მემორანდუმზე საუბრობს, რომლის ხელმომწერებიც ამერიკა, რუსეთი და ბრიტანეთი, მოგვიანებით კი ჩინეთი და საფრანგეთი გახდნენ. დოკუმენტის მიხედვით უკრაინამ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ ბირთვული არსენალი დათმო. თუმცა დაპირება, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი იქნებოდა, არ შესრულდა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საუბრობს და ამბობს, რომ წლების განმავლობაში არაერთი მოთხოვნის მიუხედავად უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებთან კონსულტაციები ვერ შედგა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფურცელზე დაწერილ დაპირებებს მომავალშიც ვეღარ ენდობა. მათ ეს ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ. როგორც რუსეთს არ აღელვებდა აღნიშნული საკითხი, ისე არ აღელვებდა ეს ყველაფერი დანარჩენ სახელმწიფოებსაც. არც ერთ მათგანს არ აინტერესებდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი თუ უსაფრთხოების გარანტიები. 2022 წლის თებერვალში ჩვენ კიდევ ერთხელ გავგზავნეთ წერილები კონსულტაციების მოთხოვნით, თუმცა კვლავ არავინ გვიპასუხა. ვენდობით თუ არა დღეს ბუდაპეშტის მემორანდუმს, პასუხი მარტივია, არა. აღნიშნული 5 ქვეყნიდან რომელი მათგანიც არ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მხოლოდ ფურცელზე გაცემული დაპირებით, რომ დაგვეხმარებიან და გადაგვარჩენენ, ჩვენი პასუხი იქნება არა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ უსარგებლო მაკულატურაზე იქნება წარმოდგენილი. ზელენსკის ინტერვიუს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში შესვლისკენ უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე მოუწოდებდნენ.
ეს ამბავი ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ არასდროს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესი არ უნდა დააყენო. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო გიმძაფრდება იმედგაცრუება, როდესაც იაზრებ, რომ ისინი, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცა და არ შეასრულა ომის დაწყებისთანავე შენგან ითხოვდნენ რუსეთთან ესკალაციაში შესვლას, თან ისე, რომ არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკურ გარანტიებს არ გაძლევდნენ. უსაფრთხოების გარანტიების მიღება საპასუხო ქმედებებს მოითხოვს. ასეთია ოპოზიციის იმ ნაწილის პოზიცია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას არავინ სთხოვდა. ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი კი ზელენსკის ინტერვიუს შინაარშიც არ შედის და ფიქრობს, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ემოციური განცხადებები გააკეთა. არ ვაკეთებ კომენტარს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებზე, რომელიც შეიძლება ემოციური იყოს. არ ვიცი ვინ მოგიწოდებდა რუსეთთან ესკალაციაზე შესვლის. რა უსაფრთხოების გარანტიებზე გვაქვს საუბარი. ჯერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ჩვენი აღებული ვალდებულებები უნდა შევასრულოთ. დემოკრატიაზე გადის საერთაშორისო გარანტიებიც, უსაფრთხოებაც და სუვერენიტეტიც. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა და ეხლა დღევანდელ ოცნებას უნდა ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს და ამავე დროს საერთაშორისო პარტნიორებისგან გარანტიები ქონდეს. რატომ იხსენებს უკრაინის პრეზიდენტი 30 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას დღეს? სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ იმის ლუსტრაციაა, თუ რა გამოიარა ბოლო წლებში უკრაინამ და მათ შორის საქართველომ. ქართული ოცნების ლიდერების თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო და მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედა. ბევრი რაღაც გაშიშვლდა ამ ინტერვიუთ. ვინც ენდო ამ შემთხვევაში ბიუროკრატიებს და ლიდერებს მან რა მოიგო ნახეთ ხო უკრაინაში. ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებული. ჩვენ არავის არ დავექვემდებარეთ. არავის არ დაუჯერეთ ქართველ ხალხს მის დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო, ომიც არ გაჩაღდა ამ ქვეყანაში და მეორე ფრონტად არ იქცა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად ეს ხო ციფრები ამას ვერცაუვა ვერავე. გავედით პირველ ადგილს. აი ამ უდიდესი რბილად რომ ვთქვა ტურბულენტობის პირობებში. მივეცით ჩვენ უფლება ჩვენ თავს რომ ინდივიდუალური პოზიციონირება მოგვეხდინა. არ გამოსულიყავით მაგალითად იგივე რიტორიკით, როგორც გამოდიოდნენ ისეთი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც იწავს ნატოს ქოლგა. არ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, განსხვავებით თქვა იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვს ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკა და ჩვენ მოქმედებთ ძალიან ფრთხილად. განცხადება, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები ვერ გახდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან გააკეთა. ამერიკელ პოდკასტერთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ შტატების მიერ გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის დახმარებიდან უკრაინამ მხოლოდ ნახევარი მიიღო და შეკითხვები კორუფციასთან დაკავშირებით ამერიკის მისამართით დასვა. შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი იმას, რაც ვერ შეძლო ჯო ბაიდენმა, არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პუტინთან შესახვედრად. თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ტრამპი დარწმუნებულია, რომ სწორედ ვაშინგტონმა და მოსკოვმა უნდა მოუღოს ბოლო ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს, რომელმაც ასეულობით 1000 ადამიანი შეიწირა. როგორ უნდა დასრულდეს ომი, არანაირი გეგმა არ ხმაურდება. პოლონეთსა და ბრიტანეთს ეჭვიც კი შეაქვთ, რომ მონახაზიც კი არ არსებობს. ზელენსკი კი აცხადებს, რომ პუტინს მხოლოდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ შეხვდება. დღეების ათვლა დაიწყო 47 პრეზიდენტი თეთრ სახლში 10 დღეში დაბრუნდება. ტრამპი პუტინთან შესახვედრად ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ტრამპთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ორმხრივი შეხვედრის პერსპექტივის შესახებ განცხადება ფლორიდაში რესპუბლიკელების შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა გააკეთა. ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მას შეხვედრა სურს. ეს საჯაროდაც გამოაცხადა. ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ეს ცისხლიანი არეულობა, მილიონობით ჯარისკაცი იღუპება. ბევრად დიდი მსხვერპლია, ვიდრე პრესა აცხადებს. როდესაც დიდი შენობა ინგრევა, ნადგურდება 2-3 კვარტალი და ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა. თუმცა 20 სართულია ჩამოშლილი. ეს ომი არასდროს მოხდებოდა თუ პრეზიდენტი მე ვიქნებოდი. ვეცდები ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულო. დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ რუსეთი ამერიკის არჩეული პრეზიდენტის წინადადებას მიესალმება. პუტინის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეხვედრისთვის პირობებს მოსკოვი არ დააყენებს და ომის დასრულების დიალოგის დასაწყებად მხოლოდ ლიდერების სურვილია საჭირო.
არსებული პრობლემების გარშემო დიალოგის საწარმოებლად საჭიროა ერთობლივი სურვილი და პოლიტიკური ნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ტრამპიც მზადაა პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის. ამას მივესალმებით. კონკრეტიკა ჯერ არ არსებობს, ჯერ ხელმძღვანელობთ ორმხრივი შეხვედრის მზაობით. თუმცა ამ პროცესში რაიმე წინსვლა იმის შემდეგ იქნება, რაც ტრამპი ოვალურ კაბინეტში შევა. ვაშინგტონს და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების მიმდინარე მოსამზადებელ პროცესს ეხმაურება ოფიციალური კიევი. უკრაინის პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. გეორგი ტიხი თქვა, რომ დონალდ ტრამპთან პუტინის შეხვედრის შესახებ უკრაინის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და ამ საკითხში კიევის მიზანი უკრაინისთვის ომის სამართლიანი პირობებით დასრულებაა. დონალდ ტრამპი ამგვარი შეხვედრის გეგმის არსებობის შესახებ ადრეც საუბრობდა. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ ყველას უკრაინაში გვსურს ომი ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანად დავასრულოთ. ჩვენ ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპიც მიმართულია ომის დასასრულებლად. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ჩვენი პრეზიდენტების შეხვედრას ველოდებით. პრეზიდენტი ტრამპის და პრეზიდენტი ზელენსკის. ჩვენ პირდაპირ კონტაქტს ველოდებით. უკრაინაში კრემლის აგრესიის მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთი ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. კიევში საბრძოლო დრონის აფეთქების შემდეგ მრავალსართულიანი კორპუსის რამდენიმე სართული განადგურდა. აფეთქება იყო ხერსონში, ოლქში მდებარე დასახლებას რუსეთის ძალებმა მართვადი ავიაბომბი ესროლეს. დაიჭრა 4 ადამიანი, განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გერმანიის ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყო ეუთოს გრძელვადიანი დაკვირვება, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება. ბუნდესტაგის სპიკერების ერთობლივ განცხადებას საქართველოს პარლამენტის სპიკერი დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარად ყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ ეუთო ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისთვის. მეორეც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და იმავდროულად მოუწოდა ევროკავშირს დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. გამორიცხვა მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარად ყუილები გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის როთის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად შეცდომას გამორიცხავს. საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად ზოგიერთი გერმანელი მოხარულია თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, სკანდირებენ დემონსტრანტები, რომლებიც ახლა საპარლამენტო არჩევნების გარდა აქციაზე დაკავებლების გათავისუფლებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს ვერელებისა და ვაკელების ნაწილი ერთობლივი მარშით შეუერთდა. სიმონ შანავა მოგვიყვება რა ვითარება ამ წუთებში პარლამენტის წინ. დედაქალაქის მთავარი გამზირი დაახლოებით 1 საათია, რაც გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება დაახლოებით 7 საათზე დაიწყეს, შემდგომ კი გადაკეტეს გზის მსავალი ნაწილი. აქციის მონაწილეებმა, ესე ვთქვათ, შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი. მათ ტრადიციულად მოტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებით. აქ ეტაპობრივად აქციას უერთდებიან მსვლელობით სხვადასხვა, ესე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. ისინი ამბობენ, რომ უნდა ჩაენიშნოს ხელახალი არჩევნები, ვინაიდან ისინი არ ცნობენ მე-11 მოწვევის პარლამენტს. ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მიმდინარეობისას. რაც შეეხება მიმდებარე ქუჩებს, 9 აპრილისა და ჭეჭინაძის ქუჩები თავისუფალია. აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან დედაქალაქის
მთავარ ნაწილში, ესე ვთქვათ, პარლამენტის წინა მხარეს ადგილზე მობილიზებული არის საპატრულო და ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები. აქცია მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. მადლობა, ეს იყო სიმონ შანავა და ჩვენი პირდაპირ ჩართვა რუსთაველის გამზირიდან. კალიფორნიის ხანძარს უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა. სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან სტიქიის ბევრ ზონაში შესვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პარალელურად ჩნდება ახალი კერების, ძველი კერების ლოკალიზებას კი ხელს უშლის ძლიერი ქარი, რომელიც უფრო ძლიერდება. სტიქიას უკვე უწოდეს ყველაზე დამანგრეველი ლოს-ანჯელესის ისტორიაში. გადამწვარი ათასობით შენობა, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავების სახლები მალიბუში. სანტა-მონიკას მიმდებარე ტერიტორიის გარდა ხანძარს ვერ აქრობენ კიდევ 4 ლოკაციაზე, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. ეს კადრები კალიფორნიის შტატის ქალაქ Pacific Palisades-შია გადაღებული. 3 დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა ფოსტერების ოჯახის სახლი გაანადგურა. ადგილზე დაბრუნების შემდეგ დაზარალებულები გადამწვარი საცხოვრებლის ადგილას ცეცხლისგან გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ. როდესაც ცეცხლი ჩვენს სახლს მიუახლოვდა, სწრაფად ფოტოალბომები ავიღეთ. ძაღლი მანქანაში ჩავსვი. ტერიტორია დედაჩემთან და ჩემს მასთან ერთად დავტოვეთ. მადლობა ღმერთს, რამდენიმე თვეა, რაც მართვის მოწმობა ავიღე და მანქანის მართვა შევძელი. გუშინ მეზობლებმა გადმომცეს, რომ ჩვენი სახლი სრულიად დამწვარი იყო. მითხრეს, რომ ჰქონდათ ჩვენი ქუჩის ფოტოები და ვიდეოები, თუმცა სანამ ჩემი მეუღლე სამსახურში წავიდო და ჩვენ შევთანხმდით, რომ სახლს ხანძრის შემდეგ პირველად 5-ვე ერთად ვნახავდით. ეს არის სახლი, რომელიც ყველას უზომოდ გვიყვარდა. დღეს რომ დავინახეთ, ტირილი დავიწყე. მესამე დღეა კალიფორნიას სტიქიური უბედურების ზონა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. ცეცხლმა 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადამწვარია 10,000-ზე მეტი შენობა ნაგებობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი უკვე დატოვა 360,000-მა ადამიანმა. ლოს-ანჯელესთან მდებარე ქალაქებში Pacific Paradise-ში და იტან კანიონში ხანძარი უკვე შეაფასეს, როგორც შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება. ბოლო მონაცემებით განადგურებული ტერიტორიის ფართობი 100 ჰექტარია, დაზიანებული და განადგურებულია 5,316 შენობა ნაგებობა. ამ ინციდენტის გამო ასევე გვაქვს დადასტურებული ფატალური შემთხვევები. ჩვენი ფიქრები ახლა მათ ოჯახებთანაა და ვლოცულობთ გარდაცვლილებისთვის. წინასწარის შეფასებით სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 135-დან 150 მილიარდ დოლარს აღწევს. შტატის პოლიცია დაზარალებულ რაიონებში კომენდანტის საათის შემოღებას არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით მოსახლეობისგან დაცარიელებულ რაიონებში მოროდიორობის შემთხვევები დააფიქსირდა. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს. ლოს-ანჯელესის Woodland Hills-ის რაიონში პოლიციამ ხანძრის გაჩენის ბრალდებით პატიმრობაში 1 მოქალაქე გადაიყვანა. სამწუხაროდ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა West Hills-ში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ძლიერი ქარის გამო ეს ხანძარი სწრაფად გავრცელდება სხვა ტერიტორიებზეც. მინდა გითხრათ, რომ ეს არის დინამიური სიტუაცია, რომელიც შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ლოს-ანჯელესის მოსახლეობის უსაფრთხოება. გთხოვთ გაითვალისწინოთ მითითებები, რომელსაც ადგილობრივი ჩინოვნიკები გასცემენ. გთხოვთ დაემორჩილოთ მოთხოვნას ევაკუაციის შესახებ, რადგანაც ამ მოთხოვნაზე უარის თქმით, თქვენ საფრთხის ქვეშ აყენებთ თქვენს თავს და სხვების სიცოცხლეს. ამ დროისთვის შტატის სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილი ცეცხლის კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება. სტიქიის მიმდებარედ მცხოვრებ რაიონებში ასობით 1000 ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, გაუქმებულია საჯარო ღონისძიებები. კალიფორნიაში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. 2024 წელს შტატის სხვადასხვა რაიონში 8000-ზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში დაახლოებით 425,000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ასეთი იყო დღევანდელი დღე 10 იანვარი და კურიერი 9 საათზე თქვენ გელით რუსთაველის გასართობის შოუები. მე კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ორ შაბათამდე გეშდებით. ნახვამდის.